სადღაც 21 წლის ადამიანი იქნება უკვე ბაკალავრიატი დამთავრებული, მაშინ როცა 23 დამთავრებდა, ხო? და მაგისტრატურა დამთავრებული უკვე 22 წლის იქნება და იქ იყო 26 წლის. მე გეტყვია რომ ის 24 წლის შეჯიბრება 21 წლის, რომელსაც 2 წელი გამოცდილება აქვს უკვე. რაზეც ვიდე იმას ვიტყვით, მაგრამ სინამდვილეში კომპეტენციები ნაკლები იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ხო. და კონკურენციის შესაძლებლობაც ნაკლები იქნება. და ეს უნდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რომ მათ შეიძლება ახლა ფიქრობენ, რომ რა კარგია, რომ სწრაფად ავიღებ დიპლომს, მაგრამ იმ დიპლომის ღირებულება შეიძლება ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე სხვისი დიპლომის. შეიძლება არა, რაღაც ძალიან დიდი ეჭვმაგრება. შეიძლება სახელმწიფო იმაში, ბიუროკრატიაში არავინ არ იკითხოს, იქ უბრალოდ იყოს საჭირო დიპლომის მიტანა, მაგრამ ამ ბიუროკრატიაში მუშაობს 1,300,000 ადამიანი და მხოლოდ 300,000 და არა მილიონი. და ძირითადად სამსახურებში იქ ეძებენ მართლა ანუ დიპლომის მიღმა მართლაც უნდა. ახლა საუნცებო სამსახურებში ეძებენ, ესე არ არის რომ ყველას იღებენ. რა თუ მაგალითად მუშაობ რაღაცა გამგებლის თანაშემწედ, იქ შეიძლება სულ ერთი იყოს, შეიძლება იურიდიული გაქვს დამთავრებული, ფილოლოგიური გაქვს დამთავრებული, ისტორიული თუ რაღაცა ინჟინერი ხარ. მაგრამ თუ იურისტი ხარ, თქვა იმის გამგეობის, რა მაშინ უკვე აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენი წელი გაქვს ნასწავლი და რა გაქვს ნასწავლი. ეხლა ეონებით რომ 4 წელიწადში სულად ამთავრებდნენ. ნუ ვერასწრებდნენ კომპეტენციების შეძენას. თუმცა 3 წელიწადში მოახერხებდნენ. თან იმ 3 წელიწადში დაამატეს კიდე ახალი ვალდებულება, მაგალითად ქართული უნდა ისწავლოს სკოლამ. რაც თურმე სულად ისწავლებოდა სკოლაში და ეხლა სკოლაში კიდე 1 წელი უნდა მოვაკლოთ. თუ კიდე უფრო უარესად ისწავლოთ ქართული, მაგრამ სინამდვილეში უკეთესად ისწავლოთ. არ შეიძლება. არ არის სერიოზული ხო?